Distilleria Spirtauradan მოგესალმებით, მეგობრებო, მე დიმიტრი მანჯავიძე ვარ. Სულ მაოცებდა დიდი კომპანიების მიერ აქტიური სარეკლამო კამპანიები. ისედაც ცნობილები არიან, ხო, თითქოს და ყველა იცნობს, მთელი მსოფლიო იცნობს. ისინი მაინც ჯიუტად აგრძელებენ სარეკლამო კამპანიას თავისი პროდუქციის და რა თქმა უნდა, მისახვედრი არის, რომ საზოგადოებას თავი უნდა შეახსენოს. მით უმეტეს რა ითქმის პატარა კომპანიებზე, პატარა საწარმოებზე და შემდეგ. მე როგორც პატარა საწარმოს მუშაკი, მეც მესაჭიროება ერთგვარი რეკლამა და თავის შეხსენება თქვენთვის, ვინც მე მიცხერთ ახლა ჩემი ვიდეოების და ასე შემდეგ საშუალებებით. ახლა მე ვხდი სპირტს, მაგრამ პროდუქტი, რომელიც უნდა საბოლოო ჯამში მივიღო, სპირტი უნდა იყოს ცხადია, ხარისხიანი, მაგრამ არა უმაღლესი ალფა კატეგორიის და კონკრეტულად ეს სპირტი მე გამომადგება იმისთვის, რომ დავამზადო აბსენტი, რომელიც უკვე 1 წელიწადი შესრულდება, რაც ექსპერიმენტებს ვატარებ არაერთმა ადამიანმა დააგემოვნა ჩემი აბსენტი და ვფიქრობ ღირსეული პროდუქტი შევქმენი. ეხლა აბსენტისთვის ვამზადებ სპირტს, ვიღებ საათში 2 ლიტრს, 96% პირჩემცველობით და კონსტრუქციაზეც გეტყვით რა, რომ თქვენც შეიძლება გამოგადგეთ ნაყენებისთვის, კონკრეტულად კი ეს სვეტი არის 65 სანტიმეტრიანი, 35 სანტიმეტრიანი, მეტრიანი გამოდის საბოლოო ჯამში, ხო? არითმეტიკაში არ მეშლება, საფუძვლად ყვავის ზედათავზე ადგას დიოპტერი სპირალური პრიზმატული ჩანაწყობით სავსე, პროდუქტის ქვედამიღების კვანძი, ჩემი ამოცანა თუ რამე ნედლეულში, რომელიც ამ ყვავშია მოთავსებული, რახიზეთები, მჟავები, ოდნავ თუ არის ჩარჩენილი, მოვაცილო, არ დაუშვა საბოლოო პროდუქტში. ნუ აქედან ვიღებ ცხადია პროდუქტის მიღების და კვანძიდან ვიღებ თავად პროდუქტს, დეფლეგმატორი, სინემაციარი, კი ბატონო, აი აქ ცლი რახიზეთებს, ოღონდ 90% შესრულდება, 90 მაპატი გრადუსი შესრულდება ცელსიუსით, მაშინ დაიწყება რახიზეთების მოხსნა. მანამდე აზრი არ აქვს, ვიც დავკარგავთ. ასე კამკამა სპირტს ვიღებ, კი ბატონო, დავამზადეთ დაახლოებით 20 ლიტრის მოცულობით, აი აბსენტის ნაყენი, აგერყლია, მეორე შიგნით არის მოთავსებული. ეს რაღაც გაივლის პროცედურებს, დაყონდება, გამოწოვს ასე ვთქვათ სპირტი ხელს სიკეთეს აი ამ ბალახეულს, რაც შიგნით არის მოთავსებული. ვინაიდან აბსენტის დამზადების ექსპერიმენტებმა წარმატებით ჩაიარა, ბევრმა ადამიანმა მოიწონა ეს პროდუქტი, მე გადავწყვიტე უკვე სერიულადაც კი ვაწარმოო და იქნება რა, ეხლა თუ პირველი არ ვიქნები, კი ბატონო, არ მაქვს პრეტენზია არანაირი. ნუ ერთ-ერთი პიონერი მაინც ვიქნები ქართული აბსენტის წარმოებისა. ძალიან საინტერესო პროდუქტი აღმოჩნდა. Distilleria Spirtaura მდებარეობს დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე, წინამძღვრში 133 ზუსტების სამართი, ტელეფონი 551509092. აქვე გეტყვით, რომ არყის სახელ თანამედროვე აპარატებით იყიდება ჩემს დისტილერიაში ჯერჯერობით და ეს პროდუქცია მაქვს დარჩენილი 25 ლიტრიანი აპარატი, 50 ლიტრიანი, 100 ლიტრიანი ორკედლიანი აპარატი და 150 ლიტრიანი ორკედლიანი აპარატი. ყველა აპარატი არის ხარისხიანი და ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტი შეგვიძლია მივიღოთ ამ აპარატურას. ასეთ ამბებში ვარ. აბა დროებით დაგემშვიდობებით, მეგობრებო და გელოდებით Distilleria Spirtauraში.